ოკუპირებული დონეცკის სიღრმეში რუსეთის ელიტური რუბიკონის დანაყოფი აქტიურად მუშაობდა. რუსეთის უპილოტო სისტემების ძალებში საუკეთესოთა შორის საუკეთესო რუბიკონი ავითარებდა და იყენებდა იმას, რისი შექმნაც წლები დასტაბი დასჭირდა და რუსეთისთვის შეუცვლელი იყო. ეხლა ის განადგურებულია. უკრაინამ ერთ-ხამეში გაანადგურა საიდუმლო ბაზა, რომლის არსებობაც წესით არც უნდა სცოდნოდა და საჰაერო ომის ტრაექტორია სამუდამოდ შეცვალა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთი მხოლოდ რუბიკონის ობიექტის დაკარგვით არ დაზარალებულა, ასევე პარალიზებულია თვითმფრინავების სარემონტო სამუშაოები კიდევ ერთი დათმის გამო. ამ თავდასხმაზე ვიდეოში მე ვისაუბრებთ. რუბიკონისთვის კი ძალიან ცუდი დღე იყო. 18 მარტს უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა, ანუ SSOM, ტელეგრამზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მათ ოკუპირებულ დონეცკში ღრმა დათმა განახორციელეს, რომელმაც რუბიკონის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი გაანადგურა. დონეცკში SSOS შორი მოქმედების დრონებმა დაარტყეს გასაიდუმლოებული რუსული რუბიკონის უპილის უპილოტო ტექნოლოგიების ცენტრის ბაზას და საკონტროლო ელემენტს. CSO-ში განაცხადეს, რომ ოკუპირებულ ქალაქში მტრის უპილოტო სისტემების კოორდინაციის ცენტრზე დათქმა სპეციალურად რუსული დრონების ესკადრილიების გასანეიტრალებლად ჩატარდა. ეს ჩვეულებრივი ბაზა არ იყო. ის ფაქტი, რომ ეს იყო საიდუმლო ობიექტი, მიუთითებს, რომ პუტინი სასოწარკვეთილად ცდილობდა რუბიკონის ობიექტი უკრაინისგან დაემალ. რუსეთმა იცოდა, რომ ეს ბაზა შეუცვლელი იყო. და ეს მხოლოდ ფიზიკურ დანაკარგს არ ნიშნავს. შიგნით არსებული ტექნოლოგია რუსეთისთვის დონეცკში მიმდინარე კამპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ სწორედ დრონების ექსპერტები, რომლებმაც ეს ტექნოლოგია გამოიყენეს, არიან ის ადამიანები, რომელთა დაკარგვაც რუსეთს ნამდვილად არ შეუძლია. უკრაინამ სვეპლის შესახებ არ განაცხადა და რუსეთიც არაფერს იტყვის. პუტინი არ ისურვებს კიდევ ერთი რუსული დანაკარგის შესახებ რაიმეს გამჟავნებას, რადგან მას ბევრად ურჩევნია ყურებში ქვიშა ეყაროს, როცა თავს ქვიშაში რგავს. გაითვალისწინეთ, უკრაინამ 18 მარტს რუსეთს ისეთი ძლიერი დარტყმა მიაყენა, რომ მის შედეგებს მთელ დონეცკში იგრძნობენ. საიდან ვიცით? SSOM მხოლოდ ის კი არ განაცხადა, რომ რუბიკონის ობიექტს დაარტყა, უკრაინამ ეს დაამტკიცა. SSOS განცხადებასთან ერთად გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ დააზიანეს უკრაინის დრონებმა რუსული ობიექტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელიც უნდა ყოფილიყო დაცული საჰაერო თავდაცვით. დაახლოებით წუთიანი ვიდეო იწყება შავ-თეთრი კადრებით, რომელიც უკრაინული დრონის პერსპექტივიდანაა გადაღებული, როცა ის მიზნისკენ მიემართება. დრონი მიზანს არტყამს. შემდეგ სცენა იცვლება და სხვა დრონი უახლოვდება ალმოდებულ რუბიკონის ობიექტს. SSO აქტიურდება, როცა ეს დრონი იმავე შენობას უახლოვდება, რომელსაც წინა დრონმა დაარტყა. ეს ერთი დარტყმა არ ყოფილა. უკრაინამ რუბიკონის ობიექტს რამდენჯერმე დაარტყა. კომპლექსში რამდენიმე სამიზნე შენობაა, რაც უნიკალურ საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ, როგორ ნადგურდება რუბიკონის ობიექტი დროთა განმავლობაში. ყოველი დარტყმის შემდეგ ხედავთ კიდევ უფრო მეტ კადრს, სადაც შენობები იწვის, რადგან უკრაინამ რუსეთის დონეცკის დრონების ოპერაციის მთავარ ცენტრს დაარტყა. უკრაინამ რაც გააკეთა, რუსეთისთვის ძალიან ცუდი ამბავია. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. დავიწყოთ იმით, თუ რა დაემართა დანაყოფს, რომელიც უკრაინამ მიზანში ამოიღო. ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ რუბიკონი ითვლება ელიტად რუსეთის დრონების ოპერატორებს შორის. ეს დანაყოფი იმდენად ცნობილია, რომ მასზე წამყვან მედიაში რამდენიმე სტატია დაიწერა. მათ შორის ერთ-ერთი კიევ ინდეპენდენტმა ჯერ კიდევ დეკემბერში გამოაქვეყნა. გამოცემამ რუბიკონის დასახასიათებლად იმ დროს გამოიყენა სიტყვები: სასიკვდილო, ელიტური და მზარდი. განიხილა და განიხილა, თუ როგორ შეცვალა რუბიკონმა რუსეთის დრონების ტაქტიკა უკრაინის საზიანოდ. რუბიკონის მეშვეობით რუსეთმა შეძლო ერთიანობაში მოეყარა ის, რაც ადრე დრონების ოპერატორების დაუკავშირებელ ჯგუფს წარმოადგენდა და შექმნა სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი დანაყოფი, რომელიც ამზადებს პილოტებს, ავითარებს ტექნოლოგიას და ახორციელებს დამანგრეველ დარტყმებს უკრაინის წინააღმდეგ, როგორც ფრონტზე, ისე ზურგში. რუბიკონის ოპერატორები იმდენად ნიჭიერები არიან, რომ შეუძლიათ დაატყან უკრაინის ლოგისტიკას და გაანადგურონ მისი რადარის სისტემები, ხოლო დანაყოფის წევრები მუდმივად გადაადგილდებიან. თუმცა ამ მომთაბარე დრონების დანაყოფს ოპერაციების გარკვეული ცენტრები მაინც სჭირდება და სწორედ ასეთ ცენტრს დაარტყა უკრაინამ დონეცკში. რადგან დანაყოფის საკონტროლო ელემენტი ცეცხლშია გახვეული, რუბიკონი დრონებს ვერ არ გამოიყენებს, სანამ შესაძლებლობებს არ აღადგენს. უკრაინის დაზვერვა ალბათ აკვირდება 18 მარტის დათმას გადარჩენილებს და ამზადებს ახალ დათმას, სადაც არ უნდა დააფუძნოს რუბიკონმა ბაზა. უკრაინისთვის სასარგებლოა, რომ ამ დარტყმით საკუთარ სადრონე დანაყოფებზე ზეწოლა შემცირდა. კიევ ინდეპენდენტი წევს, რომ რუბიკონი უკრაინის დრონების ოპერატორების პოვნასა და განადგურებაზეა სპეციალიზებული, რათა უკრაინის დრონების უპირატესობა შეამციროს ფრონტზე. რუბიკონის ეფექტურობა ამ სფეროში დადასტურებულია, არებულია. 2025 წლის თებერვლიდან ნოემბრამდე ამ დანაყოფმა უკრაინაზე დაათმები თითვეში 513-დან 2246-მდე გაზარდა. რუბიკონი თავსატეხი იყო. უკრაინამ მისი ამოხსნა იპოვა. სხვათა შორის ეს ერთადერთი დარტყმა არ არის, რომელიც რუბიკონმა 2026 წელს მიიღო. სანამ განვიხილავთ, რას ნიშნავს უკრაინის ბოლო დარტყმა რუსეთისთვის უფრო ფართო დონეზე, აღსანიშნავია, რომ რუბიკონი ბოლო დროს შიდა დაპირისპირებებსაც ებრძვის. 16 თებერვალს United 24 მედია იტყობინებოდა, რომ რუბიკონის ერთ-ერთმა ელიტარულმა დრონების ოპერატორმა პუტინის კონტროლქვეშ მუშაობით ისე დაიღალა, რომ რუსეთის არმიიდან უბრალოდ კი არ გაიქცა, არამედ მოწინააღმდეგის მხარეს გადავიდა.
ეს ოპერატორი ახლა უკრაინისთვის მუშაობს და თქვა, რომ არც მას და არც ბევრ რუს ჯარისკაცს არ სურდა პუტინის ომში მონაწილეობა. მიროსლავ სიმონოვი, ოფილი უძავი სპეციალისტი ნოვოსიბირსკიდან, მოსკოვში განგზავრებისას პოლიციამ დააკავა სავალდებულო სამხედრო სამსახურის ბრძანების დაუმორჩილებლობის გამო. ოპერატორს არჩევანი მისცეს, წასულიყო ფრონტზე ოფიციალური გაწვევით, ან ხელშეკრულებით მუშაობა დაეწყო ლოგისტიკურ ნაწილში, სადაც მამასთან ახლოს იქნებოდა. არჩევანის გარეშე ჯარისკაცმა მეორე გზა აირჩია და დროთა განმავლობაში რუბიკონისთვის დაიწყო მუშაობა. სიმონოვმა მანამდეც სადაერთხელ გაქცევა, დააკავეს და ფრონტზე შტურმის ჯარისკაცად გაგზავნეს. პუტინის თვითმკვლელურ ხორცის შტურმებში მონაწილეობის ნაცვლად, მან უკრაინის მინდა ვიცოცხლო სერვის მიმართა და გაიარა გრძელი 10 კილომეტრიანი 6.2 მილის გზა, რათა თავი ჩაებარებინა. საბოლოოდ რუბიკონისა და მთლიანად რუსეთის არმიაში მსახურების სისასტიკე დასრულდა. და როდესაც სიმონოვი დააკავეს, მან დაინახა რაღაც, რამაც დაარწმუნა, რომ სწორი არჩევანი გააკეთა. უკრაინამ სიმონოვთან ერთად კიდევ ერთი რუსი ჯარისკაცი დააკავა. ის ჯარისკაცი დაჭრილი იყო. უკრაინელმა მებრძოლმა, რომელმაც ის იპოვა, დაჭრილი რუსი თავისთან წაიყვანა და არ მიატოვა. აი მაშინ გავიგე რუსეთისა და უკრაინის განსხვავება, თქვა სიმონოვმა ვიდეოში. რაც შეეხება მის მომავალ გეგმებს, ეხლა ბრძოლა, ძაღლების მოკვლა. მე მათ ადამიანებად დართვლი. ჩემს სახელმწიფოსთან ძალიან სერიოზული პრეტენზიები მაქვს. მათ გაანადგურეს ჩემი და სხვა ბიჭების ცხოვრებაც, ვინც თქვენ სახლს იცავდა, ამბობს სიმონოვი. რუბიკონი რუსეთის ელიტური დრონების ძალაა, მაგრამ დონეცკის სადლობის ცენტრი იწვის და ზოგიერთი წევრი უკრაინაში გარბის, რაც აჩვენებს, რომ ყველაფერი იდეალურად არ არის, იმ დანაყოფშიც კი, რომელშიც პუტინმა უზარმაზარი ფული და ცოცხალი ძალა ჩადო. დაუბრუნდეთ უკრაინის დარტყმას. SOS ბოლო წარმატება აჩვენებს, რომ ქვეყანა მთლიანად ცვლის დრონებით ბრძოლის მიდგომას რუსეთის წინააღმდეგ. 18 მარტს ასიმეტრიული ომის ახალი ეტაპი ვიხილეთ, რაც ყველაფერს ცვლის და მალე აგიხსნი რატო. ჯერ სამხედრო შოუა და ჩვენ სრულ სურათს გაჩვენებთ, არა მხოლოდ სათაურებს. თუ გსურთ მოვლენებს წინ უსწრებდეთ, გამოიწერეთ არხი დღესვე. უკრაინის ბოლო დარტყმამ იმ დანაყოფზე იმოქმედა, რომელსაც ევრომაიდანის პრესის მიხედვით 5000 წევრი და დიდი ფინანსური რესურსები აქვს. გამოცემა ასევე ამხელს, რომ უკრაინის დარტყმას დაეხმარა ანტიპუტინის წინააღმდეგობის მოძრაობის იატაკქვეშა წევრები დონეცკში, რაც იმ გაქცევასთან ერთად, რომელიც ახლახან ვახსენეთ, მიუთითებს, რომ ყველაფერი კარგად არ არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელთა შესახებაც პუტინი დიდი ხანი ამტკიცებს, თითქოს ისინი რუსულ ოკუპაციას მიესალმებიან. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ახლა რუსეთს საკუთარი ხალხის მის წინააღმდეგ ამხედრებასთან და დონეცკის მიწისქვეშა მებრძოლებთან უწევს გამკლავება. რუსეთი უკრაინის საშუალო რადიუსის დამთმელ დრონებს ებრძვის. ეს ასიმეტრიული ომის გარდამტეხი ფაქტორია, რომელსაც უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ უკვე 4 წელი აწარმოებს. რაც რუბიკონზე თავდასხმაში ვნახეთ, არის ის, რომ უკრაინა საშუალო რადიუსის დამთმელ დრონებს იყენებს. ეს დრონები ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. უკრაინა აქამდე თითქმის მხოლოდ ფოკუსირებული იყო FPV და შორ მანძილზე მოქმედი დრონების განვითარებაზე, რუსეთის სირმაში დარტყმებისთვის მებისთვის. ორივე უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ არც ერთი არ აძლევს უკრაინას ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ზურგში დარტყმის შესაძლებლობას. FPV დრონები მხოლოდ საბრძოლო ხაზებზე და განადგურების ზონებშია ეფექტური, რადგან საკმარისი მოქმედების რადიუსი არ გააჩნიათ. შორ მანძილზე მოქმედი დრონები შეიძლება ახლო ზურგში დასათხმელად გამოდგეს, მაგრამ მათი ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოყენება ნიშნავს, რომ უკრაინა თავად რუსეთის შიგნით პუტინის საომარ მანქანას ვეღარ დაასუსტებს. უკრაინას სხვა ვარიანტები სჭირდებოდა, როგორც ეს ყოფილმა აშშ-ის არმიის მწვანე ბერეთმა ბრაიან პიკენსმა იანვარში აუხსნა ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრს, ანუ SEPA-ს. პიკენსმა SEPA-ს განუცხადა, რომ თავარია 30-დან 100 კილომეტრამდე დიაპაზონი, სადაც რუსეთი სახაჯმასალად ქვეითებს აგზავნის, ღირებულ სისტემებს კი უსაფრთხოდ და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით იცავს. უკრაინას არ აქვს მასშტაბირებადი სისტემები, რომლებსაც საიმედოდ შეუძლიათ იქ დარტყმა. რუბიკონს ესეთი ტიპის დრონები ჰქონდა. ეხლა უკრაინასაც აქვს ისინი და დარტყმები, როგორიცაა ის, რაც ახლახან დონეცკში განახორციელეს, აჩვენებს, რომ მან თავისი ასიმეტრიული სტრატეგია ახალ დონეზე აიყვანა. უკრაინას ახლა შეუძლია თავისი დაზვერვა, რომელიც უკვე ბევრად უსწრებს რუსეთისას დააკავშიროს იმ იარაღთან, რომელიც ჭირდება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საიდუმლო ობიექტებს დაარტყას. და ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლია ისე, რომ თან აფართოებს FPV დრონებით გაჯერებულ განადგურების ზონებს და აგრძელებს რუსეთში ღრმა დარტყმების კამპანიას. უკრაინა დრონების მხრივ სრულყოფილია, რაც ციფრებითაც დასტურდება. 19 მარტს კიევის პოსტმა გაავრცელა ანალიზი უკრაინის დრონების დარტყმებზე რუსეთში 2026 წელს. TLDR ვერსია ისაა, რომ უკრაინა აგზავნის უფრო დიდ დრონთა ჯგუფებს და ურტყამს მეტ სამიზნეს ვიდრე ოდესმე. დამატებითი დეტალებია ის, რომ უკრაინის დრონებმა მარტის პირველ ნახევარში განახორციელეს 40 ძირითადი შეტევა საშუალო და გრძელ მანძილზე მდებარე სამიზნეებზე, რაც მოიცავს 50-დან 250 კილომეტრამდე, ანუ 31-დან 145 მილამდე მანძილს. კონტექსტისთვის, ამ მანძილზე განხორციელებული უკრაინის სარეკორდო 47 დარტყმა დეკემბერში 2025 წელს დაფიქსირდა. უკრაინა თუ ამ ტემპს შეინარჩუნებს, მარტის ბოლოსთვის 80 შეტევას განახორციელებს, რაც წინა რეკორდზე 50%-ზე მეტი ზრდაა. უკრაინის დრონებით შეტევების ტემპი პრაქტიკულად გაორმაგდა, ამატებს კიევის პოსტი და მისი დრონების ჯგუფები უფრო დიდი ხდება.
მარტის 18-მდე 6 კვირაში უკრაინა რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საშუალოდ 100-დან 200-მდე დრონისგან შემდგარ ჯგუფებს აგზავნის. 2025 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 50-დან 70-მდე იყო. და ყველაფერ ამასთან ერთად მარტის პირველ ნახევარში უკრაინამ მიაღწია დაახლოებით თანასწორობას რუსეთთან, საშუალო და გრძელ მანძილზე მოქმედი დრონების გაშვების რაოდენობით. ეს აჩვენებს, რომ უკრაინას სწორი დრონები აქვს და მათ საკმარისად ბევრს აწარმოებს, რათა განახორციელოს რუბიკონის განეიტრალება დონეცკში. რამდენიმე თვის წინ რუსეთის ღირებული რესურსები უსაფრთხოდ მიიჩნეოდა თუ ფრონტის ხაზიდან 10 კილომეტრზე იყვნენ. ახლა ასე აღარ არის. უკრაინა ახალი დრონების სტრატეგიით რუსეთის ტკივილს აპენებს, რაც ნაწილობრივ რუსეთის ჯგუფური მიდგომიდანაა აღებული და უკრაინული დაზორვის მონაცემებთანაა შერწყმული, რათა გაცილებით უფრო ღირებული სამხედრო ობიექტები განადგურდეს. ეს გვაბრუნებს იმ საკითხთან, რომელიც ვიდეოს დასაწყისში ვახსენეთ. გახსოვთ რა იყო ეს? გითხარით, რომ რუსეთის ავიაციის შეკეთება პარალიზებულია ცალკე ღრმა დარტყმის შედეგად. ეს აჩვენებს უკრაინის საშუალო და გრძელდისტანციური მიდგომების ეფექტურობას. აი რა მოხდა. 16 მარტს უკრაინის დრონები გაემგზავრნენ რუსეთის ულიანოვსკის რეგიონში, რომელიც მოსკოვის აღმოსავლეთით მდებარეობს და უკრაინასთან საზღვრიდან დაახლოებით 800 კილომეტრით, ანუ 500 მილითაა დაშორებული. ისინი ავისტარის საავიაციო ქარხანას დაეცნენ, რომელიც გაერთიანებულ საავიაციო კორპორაციას ეკუთვნის და რუსეთის როსტეკის ნაწილია. უკრაინის დრონებმა დაარტყეს სადგომებს და თვითმფრინავების თავშესაფრებს, იტყობინება ევრომაიდან პრესი. მაგრამ ამ დარტყმის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ის არის, რომ განადგურდა ქარხანა, რომელიც პასუხისმგებელია ANAS 24 მძიმე სატვირთო თვითმფრინავების წარმოებაზე, ასევე IL-70 M90 ტანკერებისა და IL-76 MD-90 სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავების წარმოებაზე. ეს ნიშნავს, რომ რუსული სატვირთო, პერსონალის სატრანსპორტო და საწვავის თვითმფრინავები ერთი დარტყმით განადგურდა. მოიცადეთ, ერთი ვთქვით, გვინდოდა გვეთქვა ორი. მეორე დღეს უკრაინამ დრონით დაარტყა 123 საჰაერო ხომალდების სარემონტო ქარხანას სტარაიაში, ნოვგოროდის რეგიონში. უკრაინის გენერალურმა შტაბმა ტელეგრამით გაავრცელა იერიშის შესახებ ინფორმაცია და სურათი, სადაც ჩანს, რომ შორ მანძილზე მოქმედმა დრონებმა კვლავ მიაღწიეს მიზანს. გენერალური შტაბის თქმით, საწარმო სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებისა და კომპონენტების სრულ შეკეთებასა და მოდერნიზაციაზე სპეციალიზდება, რაც საწარმოს ტერიტორიაზე მძიმე თვითმფრინავების პირდაპირ მიღების საშუის საშუალებას აძლევს. შტაბმა ეს ინფორმაცია იერიშის მიზეზების განმარტებისას გაავრცელა. ასევე დაამატა, რომ ანგარი, რომელიც გამოიყენებოდა რამდენიმე ტიპის რუსული თვითმფრინავის, მათ შორის ადრე ნახსენები IL-76 MD-90A-სა და L-410-ის, რომელიც მსუბუქი სატრანსპორტო თვითმფრინავია და ხშირად ასრულებს დამხმარე როლს რუსეთის საჰაერო ოპერაციებში მომსახურებისთვის, იყო იერიშის ერთ-ერთი ობიექტი. ამ დარტყმებით უკრაინა აჩვენებს, რომ რუსეთის შიგნით კამპანიაზე ყურადღებას არ კარგავს, ახალ საშუალო დისტანციის სტრატეგიაზე ადაპტირების პარალელურად. შორი და საშუალო დისტანციის დარტყმები ერთად მიმდინარეობს, რის გამოც რუსეთი იწვის. აქ მთავარი ის ობიექტებია, რომლებიც უკრაინამ სამიზნე დაირჩია. 16-დან 17 მარტამდე ორივე ობიექტის დაბომბვამ რუსეთის საჰაერო ძალები და უკრაინაში ჯარის მხარდაჭერის შესაძლებლობა შეასუსტა. ავიასტარის ქახნის განადგურება ულიანოვსკში აფერხებს რუსეთს ახალი სატვირთო, საწვავით მომარაგებელი და სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავების აწყობაში, სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე. ამის შემდეგ დარტყმა სარემონტო ქარხანაზე, რომელიც სპეციალიზდება ამ თვითმფრინავების რამდენიმე მოდელზე, ასევე ნიშნავს, რომ ნებისმიერი დამხმარე თვითმფრინავი, რომელსაც სჭირდება ტექნიკური მომსახურება, უახლოეს მომავალში ვერ აფრინდება. ისინი სტარიაში არიან გაჩერებულები, ფაქტობრივად ადგილზე პარალიზებულები და რუსეთისთვის სრულიად უსარგებლონი, სანამ ქარხანა არ ამუშავდება. დონეცკში რუბიკონის დაბომბვა რუსეთის საჰაერო შესაძლებლობების შესამცირებლად იყო, ხოლო ეს ორი დარტყმა რუსეთის ლოგისტიკის დასაღალგაზრდავებლად. თვითმფრინავების გარეშე, რომელთა წარმოებასა და შეკეთებასაც ვეღარ ახერხებს, რუსეთს ბევრად გაუჭირდება სამხედრო ტექნიკის, ტვირთისა და ჯარის საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში გადაადგილება. დაგვიანებები და მომარაგების ჯაჭვის პრობლემები იწვევს იმას, რომ ჯარისკაცები და ტვირთი რუსეთის სარკინიგზო ქსელით დროულად ვერ აღწევს უკრაინაში. როგორც უკრაინის ღრმა დარტყმების შემთხვევაში ხშირად ხდება, ეს რუსული შეტევების შესუსუსტებას იწვევს და პუტინის რიგებში მსხვერპლს ზრდის. და როდესაც რუსი დაღუპულების რაოდენობა 4 წელზე ცოტა მეტი, ბრძოლის შემდეგ 1,29 მილიონ ადამიანს უახლოვდება. პუტინს ახლა ყველაზე ნაკლებად სჭირდება კიდევ მეტი დაღუპული ჯარისკაცი. ის კიდევ გაგზავნის ახალებს, მაგრამ დაღუპული ან დაჭრილი ჯარისკაცი იცვლება მოუმზადებელი გამოუცდელი ხალხით, ვინც პუტინის საშინელებებისთვის მზად არ არის. პირდაპირ რომ თქვათ, რუსეთის საჰაერო ძალებს უკრაინაში ძალიან გაუჭირდათ. ერთი მიზეზი, რის გამოც ისეთმა დანაყოფებმა, როგორიცაა რუბიკონი, ასეთი დიდი და მნიშვნელოვანი როლი შეიძინეს, ის არის, რომ რუსეთმა სრულიად ვერ შეძლო ის უზარმაზარი საჰაერო უპირატესობა, რაც უნდა ქონოდა უკრაინაზე, რეალურად გამოეყენებინა. უკრაინის ფინანსთა სამინისტროს თქმით, რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ უკრაინასთან ბრძოლაში დაკარგა 425 თვითმფრინავი და 349 ვერტმფრენი, რაც 8,5 მილიარდი დოლარის დანაკარგია. რუსეთი იძულებულია თვითმფრინავები უკრაინიდან შორს გადაიყვანოს და იქიდან გაუშვას რაკეტები და ბომბები.
უკრაინის მიერ ორ საავიაციო ქარხანაზე დათმის შემდეგ რუსეთი უსაფრთხო მანძილს სხვაგვარად ავექვამს. უკრაინამ თუ იცის რუსეთის საჰაერო ძალების მდებარეობა, შეუძლია დარფას. ღრმა დარტყმები დამანგრეველია. ეს რუსეთმა მაშინ იგრძნო, როცა მისი ორი ავიაქარხანა დაიცვა. რუსეთის მდგომარეობა მძიმდება. უკრაინა ესხმის თავს რუსეთის საავიაციო წარმოებისა და შეკეთების ობიექტებს, არა მხოლოდ ფრონტის შენელებისთვის. რამდენიმე ინციდენტი 2025 წლის ბოლომდე აჩვენებს, რომ რუსეთის სამხედრო ავიაცია დეგრადირდება. 2025 წლის დეკემბერში რუსეთის ივანოვოს ოლქში AN-22-ის ჩამოვარდნისა და მფრინავების დაობის შესახებ რუსეთის ორი მფრინავი დაიღუპა კატაპულტის სავარძლის გაუმართავობის გამო, როცა მათი გამანადგურებელი ჰანგარში იყო. ასეთი შემთხვევები გვიჩვენებს, რომ რუსეთს უჭირს თავისი სამხედრო ავიაციის შენარჩუნება, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია სანქციების გამო მნიშვნელოვანი კომპონენტების შეძენის შესაძლებლობის დაკარგვით. ეს უკრაინის 16 და 17 მარტის იერიშებზე ახალ სინათლეს ფენს. არა მხოლოდ თავად ქარხნები იწვის, დიდი ალბათობით ასევე დაიწვა მნიშვნელოვანი კომპონენტებიც, რომლებიც რუსეთის თვითმფრინავების ჰაერში შენარჩუნებას უზრუნველყოფდა. პავლო ნაროჟნი, რომელიც არაკომერციული ორგანიზაცია Reactive Mail-ის დამფუძნებელია, უკრაინის ახალ ხმასთან საუბარში რუსეთის პრობლემას ასახსნის. რუსული ავიაცია დეგრადირდება, ეს არავისთვის საიდუმლო არ არის. რუსმა პროპაგანდისტებმაც კი უნებლიეთ აღიარეს ეს. რუსული თვითმფრინავი დრონმა გაანადგურა, რის შემდეგაც რუსმა პროპაგანდისტმა განაცხადა, ისედაც დაშლას ვაპირებდით, მნიშვნელობა არ ჰქონდა. თვითმფრინავების დაშლა აჩვენებს, რომ რუსეთს ნაწილები არ აქვს და სხვა თვითმფრინავების შესაკეთებლად მათ ანადგურებს. უკრაინა მიცის ეს და სარგებლობს. დონეცკში რუსეთისთვის შეუცვლელი რამ დააზიანა, მაგრამ იგივე გააკეთა ულიანოვსკსა და სტარაიაშიც. თვითმფრინავის კომპონენტები ახლა რუსეთში ოქროს ფასადაა, ამიტომ მათი დაკარგვა კიდევ ერთი დარტყმაა რუსეთის საჰაერო ძალებისთვის, რომლებიც სანქციების წნეხის ქვეშ ინგრევა. რუბიკონი განადგურებულია. რუსეთის ავიაციამ მძიმე დარტყმა მიიღო, თუმცა უკრაინა არ გაჩერებულა. კлау და კлау, საშუალო და შორ მანძილზე დარტყმების მისი ახალი კომბინაცია რუსეთს დამანგრევალ ზიანს აყენებს. ამ ყველაფრის ფონზე უკრაინამ ყველაზე მასშტაბური დრონების იერიში განახორციელა, რომლის მთავარი სამიზნე მოსკოვი იყო. გაიგეთ მეტი ამ იერიშის შესახებ ჩვენს ვიდეოში და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ახი, რომ ნახოთ მეტი ანალიზი უკრაინის დრონების დარტყმებზე სამხედრო შოუსგან. და როგორც ყოველთვის, მადლობა ყურებისთვის.